ვერ დაგეთანხმები რომ აქ მერის პრობლემა არის. ჩვენ ვიცით როგორ ლანდშაფტში ვცხოვრობთ. და 21 საუკუნეა. ამიტომაც იმის თქმა რომ სხვა ქვეყნებში ხდება კი, რატო ხდება სხვა ქვეყნებში, მაგრამ იქ მე იღებენ შესაბამის ზომებს. ამის გამოსწორება მიმდინარეობს და ჩვენ ქალაქში რა ხდება? ვინმე ამაზე ფიქრობს? აი მითხარი ბოლო 30 წლის განმავლობაში რომელი დიდი პროექტი, მეგა პროექტი ცოტა ისეთი სათქმელია თბილისში, რომელი დიდი პროექტი განხორციელდა? ახალი ხიდი აშენდა? არა. შემოვლითი გზა გაკეთდა? დაგჭირდა ბახსოვს, ხო. მოგესწორ, შეგაკეთდა, არ გაკეთებულა. რამოდენიმე პარკები და სკვერები ტრაბახობენ. რომელი პარკები და სკვერები? ბავშვის პლენები რო გახდნენ? და მე რო გამოდის რა ჩემი პასუხისმგებლობაო, ანგრევს ბავშვები. ხო, დიახაც შეიძლება ვიღაცამ გატეხა და ამტვრა. ამდენი თანამშრომელი რო ყავს. როგორც მანქანა სტექდათვალიერება ჭირდება ყოველ წელს იმ პარკებისაც ჭირდება ყოველ სამთვეში ერთხელ დათვალიერება რამდენად ის საქანელა იქნება თუ კიდე რაღაცა გასართობი არის წესრიგში და არ არის სარისკო ბავშვებისათვის. ზუსტად საქმე იმაშია რომ საცობებია ხო ყველა ქვეყანაშია საცობები აი ყველა ქვეყანაში ევროპულ ქვეყნებში ახლა მაბადია და ცენტრალურ აზიის ქვეყნებში ვერაფერს ვერ ვიწყო მაგრამ იქ არის გეგმა იქ არის მიზან დასახული როგორ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. ჩვენთან ესეთი გეგმა არ არსებობს. ამაში გეთანხმები საცობების გაწოვა შეიძლება რაღაცის დაგეგმით არის. ყველაფერი შეიძლება დათო. ესტაკადები არ უშველის ესტაკადები. ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა არა საქმე იმაშია რომ არაფერი არ კეთდება. და არც ამის დაგეგმარება არსებობს. იო ისა ბატონო, ზამთრის პატრის ქსევი ციტა. არა ეწავს რა ბაბათი. მუშტიგრივს არ აქვთ ხო? მაგრამ საქმეებში დააყენეთ რა ეს საკითხი და უთხარი მე რა რო დავაყენოთ ბავშვების ყובה რო დავაყენეთ რამოდენიმე საკითხი რო დავაყენეთ ხურშოკები ვინმემ გაითვალისწინა აკ ზალა აღმართავს მართლამას კაცო ქალაქის პატრიოტები არ არიან ისე ტუტუცი და მაპატიეთ გაუნათლებელი ძა რაც ყველაზე სახიფათო ასეთი არაპროფესიონალები არიან კაცო აი ძალიან ბატო რაზეა საუბარი რომელი პროექტი ვაკეში პროექტი კარგია ფილები რო არის დაგებული და ზამთარში ტრავმატოლოგი დღეა ვაკეში ვერ დადის იმიტომ ცურავს ფეხი რომელი წერეთის გამზირი რა ხდებოდა ახლა წერეთის გამზირში 10000 როღის თითო ის ჭკვიანი ურნა და წვიმის დროს რო ძევით ამოდის რატო ამოდის იცით არასწორად გაკეთებული და ის კომპანია რომელიც გააგდეს წერეთის გამზირზე და რაღაცა მთელი ამბები მოაწყვეტ, ეხლა კაშხლში აგებს გზებს. მოგ წარმოგიდგენია და არაპროფესიონალიზმა, ისევ და ისევ ნეპოტიზმა და კრონიზმი იცით ხო? ნეპოტიზმი ნათესაობი, კრონიზმი მეგობრების. ხელშეწყობა რომ მარტო ისინი აკეთებენ და არ იციან, პრობლემა იმაშია რომ არ იციან, არაპროფესიონალად კეთდება. რომელი პროექტი გაკეთდა კარგად თბილისში? ამის წინ ჩემთან მოქალაქე იყო ისანში აშენდა სახლი. ეს ყოველი დამატებული კოეფი პირველ სართულზეა. წვიმა რომ მოდის, ამ ადამიანის სახლში შედის რამდენჯერაც რემონტი გააკეთა, ჩამოეშალა ყველაფერი. დაუძახა იმავე კომპანიას, გააკეთებინა სპეციალური კედელი, რომ წყალი არიდებოდა და ეხლა 20000 დოლარი დააჯარიმეს და კედლის მონგრევას თხოვდა. აი ეს. და იმ კომპანიას არავინ არ ეკითხება, რატო? იმიტომ რომ ამათი ახლობელია. ეს არის პრობლემა ზუსტად ნეპოტიზმი, კრონიზმი, მე კორუფციას ცოტა რთული საქმეა, პროკურატურის საქმეა და ალბათ კორუფცია კი არა, იგდება იმიტომ რომ შეიძლება ხელი შეუწყო ესეთ რაღაცას. და კომპანია რომელიც წერეთის გამზირი არ ვერ ააშენა და ეხლა წყალი დგება იცით ხო იცით მუხლებამდე ნავით შეგიძლიაია. მართლა ნავით შეგიძლიაია რომ ყოველს ჟუჟუნე წვიმაზე. დიდი დანექი მოვიდა და შენ 21 საუკუნეში რომ მართავ ქალაქს და რაღაცები ტრახო უნდა დათვალო რომ შეიძლება ესეთი წვიმაც მოვიდეს. კარგით, ავლაბრის მეტრო ავიღო. ერთი წლის წინ გაკეთებული. რა გახდა ისეთი ბრწყელი სახურავის გაკეთება? მაგაც სახლებში, წყლეთში და იმაში რომ აგარაკებს, რატო არ დადის იქ წყალი? ხომ მეტყვი? იმიტომ მოპარული არ არის იქ მასალა და იმიტომ. როგორც შეიძლება ავლაბრის მეტრო არც ისე დიდია, ერთი წლის წინ გაკეთებული და წყალი მართლა გინდა გარეთ იყოს, გინდა შიგნით. აეროპორტის ამბავი. ვისი აშენებულია ის დამატებითი ეს მოფრენის ხო, კორპუსი რომ აშენეს, ხო? გაკეთებულია. ზუსტად მაგადროს არის გაკეთებული. ხო უნდა გასვა შეკითხვა, რასაც ხელი არ მოკიდეს, ნაფელი კარგად არ გამოუვიდეს. ეს კი პრობლემაა, ხო? ეს კი ვერ აკეთებ იცი და ხა მერის განცხადება მე პასუხს ჩემ თავზე ვაგებო. წადი და ოჯახში აღიე ჩემ თავზე დაანები ამ ქალაქს თავი.
დიდი ღომი კომუნისტების დროსაც იყო, მაგრამ წყალი არ გროვდებოდა. რატო იცით? იმიტომ რომ დასწონდა ესა რა ქვია, სხვადასხვა მიმართულება და ეხლა ეს корпуსები რო ჩადგეს ყველგან პრაქტიკულად აბსოლუტურად დაგეგმარების გარეშე წყალი корпуსები არ უშვა და ერთი დიდი ნაკადით მიდის და ივსება. კომუნისტების დროს იგივე კომუნისტები ავაცხენებული წყალი არ დგებოდა აი ამ დიდი ფირმის სორი ხარ მაშინ არ დგებოდა სორი ხდება არავითარ მერწმუნდა დათო ეხლა ბევრს არავითარი დაგეგმარება არავითარი ანალიზი არავითარი რისკების გათვლა არ ხდება და ბევრჯერ თქვი თქვენ ყველას ვაკეთებთ საკრებულოს ხტომაზე ვაუპატიურებთ ამ სიტყვის დიახად გენერალურ გეგმას ყოველ იმაზე 20 საკითხია მაინც მინიმუმი ეგრეთ წოდებული ზონირების ცვლილება და ზონირების ცვლილება არის ეგრეთ წოდებული დეველოპმენტის და რა ქვია მშენებლების სასარგებლო და არა ქალაქის სასარგებლო. ვატო შეგეკითხები რა. არა კარგია შეუძლებელია დიდი ღომში და კიდევ შენდება დათო სახლები და დიდი ღომი არ არის ისეთი ისე. აი ვატო შეგეკითხები რა. აი ეს ჩემი корпуსი და აი დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე корпуსი აშენდა. აი ჩემი корпуსიდან იმ корпуსამდე მაქსიმუმ 15 მეტრი არის. იქედან არა აი 200-იანი ტრუბით საოცრად დიდი მასა წყლისა გამოდის. აქ ჩემს გვერდით სხვადასხვა მე გამიკვირდა კიდევაც აი კალაძემ გამოაგზავნა ჩვენთან აი ამ корпуსის პრობლემასთან დაკავშირებით ორჯერ იყვნენ სამჯერ მერიის მუშაკები. აი ყველაფერი შეისწავლეს. და ყველა საოცრება რა აღმოჩნდა, იცი? აი, ამ ძიძინა корпуსიდან 200-იანი მილი რო შემოდის ჩვენს კოლექტორში, ახსენით ეს ხუფი ახსენით პირსახოცები და რა ვიცი, ნაჭრები და რაღაცეები იყო, იცი და ეს შეიძლება, იცი, აი მე არ ვიცი, მიკვირს აი ამისთან თემებზე, აი შეიძლება მოყევი რომ საბჭოთა კავშირის დროს ეს არ ხდებოდაო. მაშინ თუჯის მილები იყო, თუ გახსოვს შენ. თუჯისაგან დამზადებული და მსგავსი არაფერი ახლა მე корпуსებში ცხოვრობდი ბავშვობიდან. მაშინ არ ხდებოდა. აი ახლა ხდება და რა არის, ალბათ შეგნების ამბავია რაღაცა ახლა ზოგის პირსახოცი გდია იქ სარუჩკა ვიპოვეთ, გასო გაუცებული ვარ, იცი, როგორ შეიძლება კანალიზაციის ტრუბაში სარუჩკა მოყვეს. ან შეიძლება მოსახლეობის ბრალიც არის, შეიძლება აი ამ корпуსს გასაგები არის, მაგრამ ნახეთ დათო მეც გეტყვი რა ახლა თაგორიანი ადგილი არ არის იგივე ეს რუსთაველის ზედა უბნები იქ ტერასებად იყო გაკეთებული ჯერ კიდე ბერიას დროს იყო გაკეთებული აი მუხლები იყო ყოველ 5 მეტრში ახალიჭები და რაღაც შეიძლება ამის ორგანიზება მაგრამ ეს არის ძალიან დიდი დანახარჯების ესე ვთქვათ გაღების მე არ ვიცი ახლა 1 და 2 корпуსისთვის არ მოიკლავს არც ერთი ბიუჯეტი თავს რომ თანხები გაიღოს დაგეგმვა საჭირო აი როდესაც იგეგმება რაღაცა რომ იქ არის რისკების გათვლა ხო რისკების გათვლა აი ამ корпуსის ჩაგმა ჩვენ ხელში არ უნდა იყოს სლაიდ საკრებულომ უნდა წვიტაოს ეს გადაწყვიტოს ესა და მეუჯერ გითხარი საკრებულო არაფერს არ წვიტავს ეს არის სანოტორო კანტორა სანატორო კანტორა არის მერიის ჩვენი წარმომადგენლები არ არიან და ნახავ 45 კოცი როგიზის იქა ძალიან რთულია რამის გაკეთება პრატივაგაზი არ გამოვიდა როცა თბილისი უნდა მოგვეგო და შეგვეძლო რომ მოგვეგო ეს ბოიკოტი რო არ ყოფილიყო ეგრეთ წოდებული ბოიკოტი შეცდომა იყო ეს ბოიკოტი ახლა რო უკვირდები აღო და თბილისი იყო მოგებული იახა თბილისი იყო მოგებული და ეხლა ძალიან რთულია რამის გაკეთება. მიწყენენ ჩემი კოლეგები, მაგრამ მას ესია რა, ხელი საწერ რამდენი ხელი 45 კაცმა აუწია ხელი გასაგებია ნებისმიერ საკითხს გაიტანა. ამიტომ აქ ზუსტად არაპროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, ანუ ნათესავი ჩემი ძმაკაცია იმას გაუკეთებ, ჩემი მეგობარი, რუსთაველის გადათხრას რო აპირებ. ძალიან საჭიროება რომ არ დამთავრდება არასდროს. არასდროს არ დამთავრდება. გოცირიტის მეტრო, სულგათოდ 3 წელი აკეთებდნენ გოცირიტის მეტრო, აი რა არის გოცირიტის მეტრო? ისე რა გაუთავებელია მაგუბედია. გვერდზე მეზობელი აშენებს საკუთარ სასტ იმაზე პატარაა. ის ვერ გააკეთეთ. ვერ დამისახელეთ პროექტს, რომელიც არის კარგად ხარისხენად გაკეთებული. ვაგის პარკი დღემდე არ არის დათო გაკეთებული. დღემდე. ამდენი წელი გავიდა და კიდე არ დამთავრდა, კაცო? არ დამთავრდა, ჩადით ნახეთ რას გავს ვაგის პარკი. ოი მე არ ყოფილი 3-4 წელი არის. სასაცილოა დათო
აი ეგრეთ წოდებული აგვია იმის კარუსელები მაპატიეთ კარუსელები 1070-იან წლებში გამოშვებული კარუსელები რო უყენიათ სეცხვილია ეს დიახაც რა ევროპა ის არ უნდა გასაგებია რომ მათ ევროპაში არ უნდათ მაგრამ 70 წლებში რო იყო ევროპაში აი ეს საქანელები აკენია ეხლაც ვაკის პარკი და ვაკის პარკი არ არის გაკეთებული ხო და ვერ მეტყვი თბილისში რომელი პროექტია არაკერძო სახლების შენებლობის იქაც პრობლემატურია ეს სახლები რომელიც თბილისისთვის არის იპოდრომი გაკეთდა არა ყველამ დაიწყო დიღმის ჭალები შეიძლება იყოს აი როგორც ნიუ-იორკშია ცენტრალ პარკი აი ისეთი დატვირთვა მიიღოს ვინმე სახსოვს არავის არ ახსოვს ყოველ წელს არის ამაზე საუბარი და არაფერი არ კეთდება ნაძვნარი ეგ შვენიერი რა აი ჰორიზონტავდა დადის ძალიან მაგარია მე მაშინ როცა 2021-ში კენცრო ვიყრიდი საბურთალოს დეპუტატად და ღრმად ჩაგავეცანი რამოდენიმე პროექტია ძალიან კარგი პროექტია ეს მართლა ესე რო ეძახიან ხო ქალაქის ფილტვები ჩვენ გვაქვს საშუალება რომ გახდეს ქალაქის ფილტვები ტექნიკალები მაგრამ მაპატიეთ ისე დრაბილკამს დაყენებული და ინერტული მასალების გადამუშავება ვატო ეგ ფაქტს მოგიყვები რა საინტერესო დეტალია ისტორიის საინტერესოა წავგეში ძალიან ისეთი ასაკოვანმა ხალხმა რა მომიყვა იცი 34-35 წელს გადაწყვიტეს აი ფუნიკულიორის პლატოს მოწყობა და გამწვანება 250,000 ხეძირი აი ხნა ჩამოტანილი და ყველა აი მას რა ქვია მოქალაქეს ვინც იმ სოფლებში ცხოვრობდა შრომადღეებად უთვლიდნენ რომ ურმით ჩაეტანათ ესე იგი დიდი იმითი ავზით წყალი ეს ნაძვი და დაერგო და ყველას 1000 ხის დარგვა ჰქონდა შრომადღეთ ჩასათვლელი 250-ე მიხარა იცი 250,000 ხე დაირგო იქა და სიამაყეა თბილისის ყველაზე ცუდი და აი მართლა საშინელი ის იყო თაწმინდისა და გამწვანდა აი გამწვანეს რაღაცა მეთოდები შეიძლება ამის ორგანიზება წახალისება არ ვიცი იცი ახლა ეს გამწვანება ცალკე სფეროა მაგრამ იცი იერსახე მიეცა თბილისი იყო საშინელი შავმთას ეძახდნენ მაგას მაგრამ მოაწყობერია ან ორგანიზატორი გჭირდება ისეთი მაგრამ ეხლა ჩვენ სხვა პრობლემა გვაქვს წყალდიდობების დროს თბილისმა როგორ აუაროს გვერდი დატბოროს არ არის არც ისეთი წვიმა არ არის არც ისეთი წვიმა რომ ჩვენ უნდა გაკეთდეს გასაგებია პრობლემაა ხო და პრობლემა არავინ გადაწყვეტად არც ფიქრობს ამაზე როგორ გავაკეთოთ უფრო მეტი წყალავარიდები როგორ გავაკეთოთ უფრო მოხერხებული როდესაც ვაკეთებთ ასფალტზე დრენაჟი იყოს გათვლილი უამრავი რაღაც ეს არ კეთდება და 21 საუკუნეში კარგით ახლა რაზე მესაუბრებით როგორი წვიმაც არ უნდა მოვიდეს უნდა გათვალო რომ თბილისი არ თბილისში მოდის ძლიერი წვიმები და ყველაფერი ყველა ინფრასტრუქტურა გზა იქნება მეტრო იქნება აეროპორტი იქნება უნდა იმაზე გათვლილი დათო მეთქი ერთი წამით რა 4-ჯერ მეტი წვიმა მოდის ბათუმში შენ ბათუმის წვიმები უნდა ნახო მუხლამდე წყალი 10 წუთში გროვდება ყველაზე წვიმიანი ადგილი მსოფლიოში არის ნიგერიაში და აგერ ბათუმში ბათუმი ქობულეთის ზონა არის საოცრება იქ თბილი ნაკადი ცხელი ნაკადი ჰაერისა ეჯახება და ყველაზე ნუ ესე თქვა ის არის რა თუ მე მეხსიერება არ გვალატობს 2000 მმ ძალიან ბევრი წყალი მოდის იქ რა ისა არ არის აქ ჩვენი ეს უხვი წვიმები არ არის თბილისში 1600-იც არა 1700-იც არ არის ნუ ეს რაღაცა ცივი და ცივი რომც იყოს უნდა გავითვალისწინოთ და ყველა ეს რისკი გავთვალოთ და ყველა პროექტი უნდა იყოს გათვლილი იმაზე რომ შეიძლება მოვიდეს დიახაც რა არის მართვა რა არის თვითონ სიტყვა მართვა რას გულისხმობს უნდა იყოს გათვლილი ყველა ის რისკი რომელიც მოსდევს შენ ქმედებას სახლის აშენება იქნება გზის იქნება თუ იმაზე 1000-იან ნაგვის კონტეინერებს ჩამოიტან უნდა გათვალო რამდენად შეესაბამება ამას არაფერი არ არის გათვლილი არაფერს არ ითვლიან და არაფერზე რისკები გათვლა არ ხდება ჩავდოთ კორპუსი ჩავაკანთ და ეხლა ტოიტას ცენტრის ამოსახულდა უზარმაზარ კორპუსს აშენებ
უზარმაზარ კორპუსს, ისედაც ვიწრო გზაა, ისედაც მუდმივი საცობებია. წინ არის ერთი 3-4 მაღაზია, რომელსაც უკვე მანქანას ვერ აჭერებ, იმიტომ რომ სამშენებლო ის მიდის, რა ქვია, როგორ შეიძლება იქ იზაკეთება და მთელი თინათინის ქუჩა და საერთოდ დიდი ხომშორი ტროტუარები არ არსებობს. არ არსებობს ეტლიანი ბავშვის ეტლი იქნება თუ შეშემება პირის ეტლი იქ ვერ გაივლი. ღამე რომ მიდიხარ თუ ვინმე შავი რაღაც დასაცმელი ვერ ხედავ, შენ რომ ვერ დაინახო და ტრაგედია მოხდა. ტროტუარი რატო არ არის? იმიტომ ვიღაცას შეჭმული აქვს, ვიღაცა აიღო და ეს ტროტუარი მიერთა. ერთი პარლამენტის წევრი ცხოვრობს ჩემ გვერდზე. ესა ვატო, გულწრფელად გეუბნები. ჩემ გვერდზე და არ უჭრ გვარსახეს, ხეები დარგო პირდაპირ ტროტუარზე. დასაბეგმია. თავის გალავნის გარე დარგო ხეები და ტროტუარი მოხდა. კაცო, აიძულე ის ხოცების ეს წარმომადგენლები იქ რომ იზარდონ და იფიქრონ ამაზე. ვერ აიძულებ, იმიტომ რომ აქ არ არსებობს ლოგიკური აზროვნება, აქ ერთი აზროვნება. ეგეთი ხალხია კაცო. თქვა კალაძემ და თქვა ბიძინამ. აქ სხვა ლოგიკა არ არსებობს და თუ ალბათ არ არსებობს აქ სხვა ლოგიკა. მართლა მაინტერესებს აი შენი აზრი, გულწრფელად გეუბნები, ყველაფერი ეს სოციალურ პრობლემატიკასთან იმაში არის გადამული არის. აი ფასებმა როგორ მოიმატა, რაღაც საშინელებები ხდება, ვატა, არანაკლებია ეს. დაიკლო, არ უსმენთ რას ამბობ, ეგრეთ წოდებული ჩემი არ არის. ფასებმა დაიკლო, რას ამბობთ, ჩვენ რაც კომისია გავაკეთოთ, ხო უსმენთ არა? აი ესე ტყუილებია ყველგან. აი ესე აი და ყველაზე ჭკუას ასწავლიან იმაში რო არის პატრიარქის შემოდგომაზე. პატრიარქის ვითომ პატრიარქი რო დადიოდა და ასწავლიდა გლეხებსო ვირის ნაკლი როგორ უნდა შეიტანო მიწაში. გასაგებია, მაგრამ ბატონ რა არის ეხლა ისა ერთი ფაქტი მინდა მოგიყვე რა. ყველაფერს ასწავლიან და არაფერი არ იციან, პრობლემაც ამაში. აი ეგ არის და სხვა ჩვენ საინტერესო დეტალი არის ის არის, აქვია ისნის ის რო არის დაშლილები. ფანტასტიკური ჯგუფი გავიცანი ბიჭებისა, ხმაური ატეხა ჩემმა იმა პაჩებნიკს რო ეძახია რა. და მივედი იქა და აი მართა გეუბნები ესეთი ენერგიული ხალხი, ესეთი აი მცოდნეები რა. და რა მითხრეს, იცი, არ ვუვლითო ჩვენ მანქანებსაო. მართა არ ვიცოდი მე ეს ისტორია, ისი თურმე პერიოდულად ხო აი ყოველ 1000 კილომეტრში უნდა ამოწმო ეს ბურთულ საკისრებს რასაც პაჩებნიკს რასაც ჩვენ ამის კულტურას არა გვაქვს მანქანას მოუაროთ. მე არც ვიცოდი და 130,000 კილომეტრი გამატარა პაჩებნიკმა ესე ვთქვა და ამ დროს თურმე 30,000-ზე უნდა გამოცვალო. რა არის ყველაფერი შესაძლებელია ჩვენთან. აი როგორც ფასების გაზვირებას ყველაფერი ეს უნდა გაითვალოს. მანქანები ეხლა 700,000 მანქანა თითქმის ყველას ეხლა დღეს მე სიდის ხეჟნა მქონდა ამპაკი იმედი პაჩებნიკით როგორ დავდიოდი მე ორი დღე ღუღუნი დაიწყო და ვიფიქრე რაღაცაშია საქმე მე მეგონა ეს კაროფკა იყო გადახურებული ძალიან კაი ბიჭები არიან იქა და იცი რა არის აი მართა პროფილაქტი აი როგორც ექიმები უпроსრეთ პაციენტები მიბული უნდა იყოს რომელიმე პოლიკლინიკასთან ესევე უნდა იყოს მანქანებიც ესევე უნდა იყოს ძალიან ბევრი რამ იცი აი და ასაწყობია აი ხელახლა არის ასაწყობი ის რაც აწყობილი აქვს ფრანგებს საფრანგეთში თურმე ყველა ქუჩის ფანჯარაზე არიან ხალხი იმის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები აბა ვინმე გაბედოს და კონდიციონერი დააყენოს ხელაჩი აჯარიმებენ ხელაჩი მიუვარდებიან და მოხსნიან ქალაქს მოვლა სჭირდება პატრონობა სჭირდება აი ჩემის აზრით ახლებური მიდგომა თუ იქნება განამარტო მანქანებზე განამარტო ავტობუსებზე და აი თუნდაც სამარშრუტოებზე გარეცხილ გაკრიალებული ყველაფერი უნდა კონტროლდებოდა და სისტემა ასაწყობი ბატო და წესით ეს საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს დაიტანოს უნდა განხილვა და დაავალდებულოს ქალაქს რომ საკრებულო რომელიც არის კანონიერად არჩეული კანონიერად ამართლიანად არჩეული უნდა იყოს ბატო საკრებულოს გარეშე არაფერი არ უნდა ხდებოდეს მაგრამ Tato, ეხლა ნუ მოვიცხოვ ვისუთხრა მეტყვი სიგარეტებს მაცალე ერწავს რა ბატო ჩვენი შეგნება უნდა შეიცვალოს სიგარეტებს ყრის უყველა კორპუსის ფანჯრებიდან იხრება სიგარეტი ამისთვის ვერ მიგვიხედია ბერია იყო გაგიჟებული 11 სართულიანი სახლი რო აშენდა მეორე სართული თუ გახსოვს იქ ბელეტაჟივით იყო და იქ კაფე გააკეთეს და ბავშვებმა დაისხეს ქაღალდების დაკუჭვა და სროლა და მთელი ამბები ჩაიქნიან ბერია მეზე ველურები არიანო ჩვენ უნდა შევიცვალოთ სუყელანი
აი ყველაფერი არის შესაძლებელი. რო შეიცვალო გაჩერებებზე სიგარეტები ყრია ბიჭო. ადამიანს თების ყრია. საშინელებაა ჩვენი ქალაქი ხელახლა, იცი, აი ასაწყობია ხელახლა. როგორ შეიძლება რომ ფანჯარა იყოს ჭუჭყიანი და ტურტლიანი? არავინ არ რეცხავს, არავინ არ წმინდავს. პარიზში თურმე აკონტროლებენ ამას, აჯარიმებენ იმ ორგანიზაციებს, ვის პანჯრების გაურეცხავი არის. რაღაცები მისახედი, აი ყველა უნდა მობილიზდეთ, რომ რაღაცა ესეთი გაკეთდეს რა. დალაგებაა საჭირო ქვეყნისა და ჩანასახოვანი ქვეყანა ვარ ჯერჯერობით, აი რეალურად რა ერთი ავტოსტრადა არის შედარებით ნორმალ დანარჩენში არის რამე რომელი ავტოსტრადა დათო რომელი ავტოსტრადა უკაცრავად 52 კილომეტრი დაფნარიდან გრიგოლეთამდე 14 წელი რო გაუთავებელია ვაღიარებ არც ერთი გვირაბი არ არის მარტო ეს და 14 წელი 52 კილომეტრი ეს არის და ეს და რომელიც სუენგრევა და 4 შემსრულებელი რო გაექცა და ვერ არიან ესეთი ვერც ერთ დიდ პროექტს ესენი ვერ განახორციელებენ არც წოდნა და არც სურვილი თავარი მინდა გითხრა ვატო რა რამდენი წელია მე და შევიცნობთ ერთვარის 26 წლის პირველად შეთან ინტერვიუზე მოვედი და ბედნიერი კაცი ხარ რომ ივლისში ხარ დაბადებული შენი დაბადების დღეებიდან მიულოცა შესაძლებლებს სულ ყველას მე 12-ში ვარ დაბადებული შენ აგერ ამ დღეს ხარ და ივლისში დაბადებულები ცეზარიით ვიქცევით გვინდა ყველაფრის დალაგება მართა მახარებს რომ ჩემი სტუმარი ხარ რატო და გაკეთებადია იცი რა შეასახმე ეს გაკეთებადია იქნება პოლიტიკური ნება ეს არ არის გაუკეთებელი რა სორი ხარ შესაძლებელია და მე მაინც ფიქრობ აი სანამდე საკრებულო არ აიღებს ძალაუფლებას ხელში მერების იმედზე და პრემიერ-მინისტრების იმედზე არ უნდა ვიყოთ რა რეალური ძალაუფლება პარიზში ქონია კომუნა საკრებულოს ქონიათ რეალური ძალაუფლება და მერი იქ ყოფილა წარმომადგენლობითი მეტი კი არაფერი აი ქვევიდან ზევით არის ძალაუფლება ჩვენ და ზევიდან ქვევით ჩადის ესაა მიზეზი რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავ ვატო შენ დაბადების დღეს ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებ ოჯახშიც და აი ესე ვთქვა და აი იმ საქმიანობაში რასაც ქვია საკრებულოში მუშაობა მართლა ჯოჯოხეთია ამ ემებთან დაუნებთან ერთად ჯდომა მაგრამ მოგვიწევს წარმატებაც სიტყვას ნუ გამოვიყენებთ ეხლა მე ეს არ სწორად გამიგეთ ცოტა როგორც ექიმს ხომ აქ სიტყვას ნუ გამოვიყენებ კი ბატონო, მაგრამ მე მაინც ფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან დალაგდება ყველაფერი და დავალაგოთ, უნდა ქვეყანაც უნდა დავალაგოთ და ჩვენც უნდა შევიცვალოთ ალბათ. მადლობა აი ამ საუბრისათვის, შემო ბატონო.